მოგესალმებით, თუგობარი თქვენთან აკლავ და ამჯერად ისევ ვეტექსში ვართ. ისევ მარიამ ჩხიკუშვილთან ერთად და დღეს ვარკვევთ ისეთ მნიშვნელოვან და საინტერესო საკითხს, რომელზეც შეიძლება პირველი დაფიქრებით არც კი დავფიქრებულიყავით, მაგრამ მე როდესაც ვდგებით ამ ფაქტის წინაშე, მე ვხვდებით, რომ არაფერიც არ ვიცით. დიდი მადლობა მასპინძლობისთვის. დღეს ვლაპარაკობთ მოგზაურობაზე. ძაღლთან თუ კატასთან ერთად მოგზაურობ, ცხოველთან ერთად მოგზაურობაზე. გარკვეულ ქვეყნებში, განვითარებულ ქვეყნებში რომ ვეძახით, დაიწყეს თვითმფრინავში ცხოველების აშვება. კი. დაშვება. დაშვება როგორც მგზავრის. როგორც მგზავრის, კი ბატონო. ალბათ ეს ჩემი ვარაუდით უკავშირდება იმას, რომ საბარგო განყოფილებაში უფრო მეტი სტრესი აქვს, ურჩევნია მასთან ერთად იყვნენ და ეს ჰუმანურობის პრინციპიდან და თუ რამე სხვა არის. თვითმფრინავებში ცხოველების საყვანა დაიწყეს არა ჩემი გადმოსახედიდან, იმიტომ რომ ისინი სტრესებიან საბარგო ნაწილში, არამედ იმიტომ რომ იმ გზაზე ვართ, რომ უკვე ვაღიაროთ ცხოველები ოჯახის წევრებად ოფიციალურად, იურიდიულად. ჩვენ კიდე ღიარები გვყავს, მაგრამ იურიდიულად უკვე მაგ გზაზე არის მსოფლიოც და აქედან გამომდინარე ეს საკითხი ჩემის აზრით ძალიან ბუნებრივია რა და ოღონდ აი ძალიან ხშირად ვაფიქსირებთ ჩვენ პეიჯზე რო გწერენ ცხოველის წაყვანა მინდა საზღვარგარეთ და სულ ვკითხულობთ საზღვარგარეთ სად და საზღვარგარეთი არის ყველა ქვეყანა რომელიც საქართველოს გარეთ გადის და შესაბამისად რუსეთს რომელშიც ალბათ ძალიან ცოტას უნდა მოგზაურობა სხვა ეს აქვს რა ქვია მოთხოვნები ინგლისის სხვა მოთხოვნები აქვს ევროკავშირის სხვა მოთხოვნები აქვს ამერიკას სხვა მოთხოვნები აქვს ავსტრალიას დაივიწყეთ მოკლედ ძალიან ბევრი საკითხია ამასთან დაკავშირებით რაც არის განსახილველი ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ადამიანმა გვითხრას სად მიყავს ეს ცხოველი იმიტომ რომ ყველა ქვეყანას აქვს სხვადასხვა მოთხოვნა და რა თქმა უნდა ყველა ქვეყნის მოთხოვნა ვერ გვეცოდინება მაგრამ ძირითადი სადაც გადაყავთ ცხოველები ვიცით პირველ რიგში და ყველაზე მნიშვნელოვანი ალბათ სახსენებელი არის საქართველოს რა უნდა ამ რეალობაში იმიტომ რომ საქართველოში შემოყავთ ცხოველები და მაქედან დავიწყებდი მე საქართველოს უკვე 1 წელია ითხოვს ცოფის ანტისხეულების ანალიზს, რომელიც გულისხმობს ცოფზე ვაქცინირებული ცხოველის ორგანიზმში ვაქცინაციიდან მინიმუმ 1 თვის შემდეგ ცოფის ანტისხეულების განსაზღვრას, რომ ვიცოდეთ, რამდენად არის ცხოველი დაცული ცოფისგან. აქედან გამომდინარე ამ დოკუმენტის ქონა როგორც საქართველოს, ასევე შესაბამისად კიდევ უფრო მეტად ევროკავშირის და სხვა ქვეყნებს კიდევ უფრო მეტად ესაჭიროება. ამიტომ ამ დოკუმენტის ქონა აპირებთ თქვენ დღეს წასვლას თუ არ აპირებთ, ყოველთვის ჯობია, იმიტომ რომ არასოდეს არ იცით რა სიტუაცია შეგექმნებათ. ხო, ვარაუდობ რომ ეს ალბათ წელიწადში ერთხელ გასაკეთებელი დოკუმენტია თუ როგორ არის? ეს არის ძალიან კარგი კითხვა, იმიტომ რომ ქვეყნების 99%-ს აქვს ის მომენტი, რომ ცოფის ანტისხეულები რო გაკეთდება არის მუდმივი, ანუ მთელი ცხოვრება მუშაობს, ოღონდ არ უნდა დაგვაუწყდეს, რომ ცოფის ვაქცინაცია უნდა ტარდებოდეს დროულად. როგორც კი თქვენ ამ ცოფის ვაქცინაციას ჩააგდებთ, თქვათ 11 მაისს გიწევდათ და გააკეთებთ 16 მაისს უკვე ვალიდურობა იმ ფურცელს არ აქვს. აქედან გამომდინარე, ყველა უნდა იყოს ყურადღებით, ვისაც ეს დოკუმენტი აქვს და შესაბამისად არ გამოტოვოს ვაქცინაცია. ესე იგი იმ დოკუმენტთან ერთად აცრების ჩატარების ისიც განრიგიც უნდა წარმოდგინოს. აუცილებლად ის დოკუმენტი პასპორტთან მიმართებაში განიხილება მხოლოდ და ცალკე დოკუმენტად არასოდეს არ განიხილება, იმიტომ რომ მოგზაურობთ ცხოველის აიმეთ, რა ქვია, პასპორტით, ვაქცინაციის პასპორტით. ძირითად ქვეყნებს, რომლებსაც საქართველოსთან ცხოველები გაყავს, არ აქვს მნიშვნელობა, იქნება ევროკავშირი, ამერიკა, ავსტრალიაზე მართლა დავივიწყოთ, მაგრამ სხვა ქვეყნები რა.
მე მახსოვს ერთი ამბავი იყო ჯონი დებს კინაღამ დაუძინეს ორი პატარა საყვარელი ძაღლი იმის გამო რომ ძალიან სერიოზული რეგულაციები და მახსოვს ძალიან დიდი ამბავი იყო. ავსტრალიაში არ უნდა ისუნთქო ნებართვის გარეშე, მოკლედ ამის თმა მინდა და მოკლედ ძირითადი ქვეყნები ითხოვს სოფისანტის სხეულებს ყველა სახეობაზე, ძაღლზე და კატაზე იგულისხმება ამ შემთხვევაში, მაგრამ მაგალითად ამერიკა კატაზე არ ითხოვს სოფისანტის სხეულებს, იმიტომ რომ სოფის შემთხვევები კატებში არის ძალიან იშვიათი და უკვე რახან წლების მანძილზე ესეთი პრობლემა არ მდგარა, ამიტომ ამერიკას ეს საკითხი არ აინტერესებს. თუმცა ინგლისს მაგალითად ძალიან აინტერესებს იგივენაირად, როგორც აინტერესებს ეს საკითხი ევროკავშირსაც. ინგლისი და ევროკავშირი ერთმანეთისგან განსხვავებული ქვეყნები არიან მოთხოვნების თვალსაზრისითაც, მაგრამ ძირითადი მოთხოვნები მაინც აქვთ ერთნაირი. აქედან გამომდინარე, აუცილებელი აღსანიშნავი ფაქტი არის ის, რომ საკარანტინო პერიოდი 3 თვე აქვს ევროკავშირსაც, ინგლისსაც იმასთან მიმართებაში, რომ თქვენ რომ სოფისანტის სხეულების ანალიზს გაუკეთებთ, თუ ის პოზიტიური იქნება სისხლის აღების თარიღიდან და გჭირდება რომ პოზიტიური იყოს, 0.5-ზე მეტი უნდა იყოს, სისხლის აღების თარიღიდან 3 თვეზე ადრე თქვენ ევროკავშირის ან ინგლისის საზღვარს ვერ გადაკვეთთ. ადრე. ეს 3 თვე უნდა გავიდეს და შემდეგ. კი, მაგრამ მაგალითად ისრაელს ეგ საკარანტინოა და არა აქვს. ანუ სოფისანტის სხეულებს ითხოვს, მაგრამ საკარანტინოა და არა. გასაგები, ეს უფრო ბიუროკრატიული ნაწილია, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ეხლა მოდი უშუალოდ ძაღლზე ვიფიქროთ. როგორ მოვამზადოთ გზავრობისთვის. მაგალითად, ისიც გამიგონია, კიდევ ერთი მითია თუ სინამდვილე ვიცი, ასმევენ ხოლმე სედატიურ ცოტა დამამშვიდებელ საშუალებებს, რომ ძალიან დიდი სტრესი არ მიიღოს გზავრობის დროს. მოკლედ, სუპერ კითხვაა, რატო? იმიტომ რომ ყველას რატომღაც ახსენდება რომ აი წასვლის წინ უნდა დაიწყოს ეს ყველაფერი მომზადება მათ შორის ამ ბიუროკრატიული ნაწილის, მაგრამ ძალიან ცუდია ეს, იმიტომ რომ მინიმუმ 3 თვე თუ არა გაქვს ვერასად ვერავინ ვერ მიყავს და შეიძლება ჰაერში დაგჭეს ცხოველი და მაგას რომ თავი დაანებო, ეხა კატა უფრო მიჩვეულია იმ გადამყვანს და ძაღლი უმეტესწილად არა. შენ ეხა გამგზავრების წინ რო გინდა 2 დღით ადრე მიაჩვიო და არ დაისტრესოს ცხოველი, ეგ ამბავი არ გამოვა. ამიტომ ცხოველის მომზადება უნდა დაიწყოს ყოველთვის მაქსიმალურად ადრე და ჩემი გადმოსახედიდან თუ ჩვენ ამ ცხოველებს მივაჩვევთ იმას, რომ ამ გადამყვანში ეძინოს უბრალოდ. ეგ მისთვის შინაური გარემოა, როგორც ჩვენთვის ჩვენი საწოლი, სადაც წვევით ყოველ ღამე და ვიცით. ნუ თავისი საწოლიანად მოვკიდევთ და გადავიდეთ. და რაც შეეხება ამ დამამშვიდებლებს მან რა ხდება? დამამშვიდებლებთან მიმართებაში ერთი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხი. არაფრით არ შეიძლება ცხოველის მოდუნება. იმისთვის რომ გადაფრინდეს. იმიტომ რომ სხეულის წნევა ეცემა მოდუნების შემთხვევაში და თვითმფრინავში წნევა მაღალია. შესაბამისად, ორგანიზმისთვის ეს ბალანსი აღარ არსებობს და შეიძლება ცხოველი უბრალოდ მოგვიკვდეს. აქედან გამომდინარე, არც ერთ შემთხვევაში, მაგრამ პლუს აი წინა გადაცემაში რომ ვილაპარაკეთ ბრახეოცეფალ ძაღლებზე, რომლებსაც მიჭყლეტილი ცხვირპირი აქვს, ზოგიერთ ავიახაზებს საერთოდ არ გადაყავს ის, იმიტომ რომ აი ზუსტად ეს სუნთქვის პრობლემები აქვთ. თუ ვთქვათ, დიდ გზაზე მიყავთ ცხოველი, აუცილებელია რომ რაღაცა პერიოდის განმავლობაში არ აჭამოთ, რომ კუჩი გასვლის სურვილი არ გქონდეს და ასე შემდეგ და ამასთან მიმართებაში კიდევ პლუს გადამყვანზე მაგალითად წყლის ბოთლებს ვამაგრებინებთ, იმიტომ რომ შიგნით მოთხოვნა არის, რომ წყლის კონტეინერი კონდეს ცხოველს, რომ თქვათ თუ დიდი ტრანზიტია, ჩაუსხას მომლელმა წყალი და ცხოველმა თავი დაიწყუროს. ოღონდ შიგნით თუ თქვათ ცხოველი ნერვიულია, საწოლები და ესეთი რაღაცების ჩადება გამორიცხულია. იმიტომ რომ შეიძლება დაბდღმა შეჭამოს და ეგ ცალკე პრობლემაა. გასაგები. ხო, არა, აი მანქანა ალბათ ისეთი პრობლემური არ იქნება, იმიტომ რომ მაინც ის არის, მაგრამ ხო. მოთხოვნა იგივეა, უბრალოდ ტრანზიტული ქვეყნები იწერება დოკუმენტში, ანუ საწყისი საიდანაც გაიცემა, საბოლოო ადგილი სადაც არის და გადაყვანის პუნქტები ქვეყნებს რომელსაც კვეთავთ, იმ შემთხვევაში ეგ იწერება. სხვა თემაზე კი დავიწყეთ, მაგრამ დებატები თუ იყო და დაუშვათ ხო არიან ადამიანები, რომლებსაც არ მოწონთ ეს და მეს გვერდით რომ ძაღლიზის სოფასოდას არ ეკეთინავება. მაგას ეხლა ანუ ალერგიული არის თუნდაც ერთ საკითხს მივასადაგებ. თუ გახსოვთ არც ისე დიდი ხნის წინ იყო იმაზე მსჯელობა, რომ თვითმფრინავში პატარა ბავშვებიანი დედებისთვის გამოეყოთ ცალკე ადგილი. ჩემი აზრით, კი, შეიძლება გვაწუხებდეს თვითმფრინავში ბავშვის ტირილი, მაგრამ საკმაოდ დისკრიმინაციულია.
ხო, ნუ აქედან გამომდინარე, ხო, არა, გასაგებია, ბავშვი სტრილი ერთია, მაგრამ ხო შეიძლება ადამიანი ალერგიული იყოს. გასაგებია, ეგეც გასაგებია, ამიტომ ალბათ თვითმფრინავში მაგასთან მიმართებაში იქნება რაღაცა წესები სამომავლოდ, მაგრამ მაგალითად ჩემო მეგობარმა ამერიკიდან საქართველოში რო ჩამოიყვანა თავისი ორი გოლდენი, ტანზე სპეციალური მოთხოვნა ჰქონდა, რომ ტანსაცმელიც მოდათ ისეთი სპეციფიური, რომელიც უზრუნველყოფდა, რომ ბეწვი არ გამოსულიყო გარეთ და პლუს ამ ალერგიულ ფაქტორებზეც ის იყო, რა ქვია, ფაქტიურად დაზღვეული სიტუაცია, ამიტომ მე პირადად არ მაქვს ალერგია საბედნიეროდ მომხრება. გასაგებია. ძალიან დიდი მადლობა. ისე გამოვიდა ვეტერინართან კი მოვედით, მაგრამ უფრო ასე ვთქვათ ზოგადად საკაცობრიო საკითხები ვაპარაკეთ. კიდე დავბრუნდებით აქ ჩვენი დრო სხვა საკითხებიც გვაქვს განსახილველი. ამ ეტაპზე სულ ეს იყო, იმედია დაინტერესდით, იმედია თქვენთვის მნიშვნელოვანი და სასარგებლო ინფორმაცია აიღეთ ამ საუბრიდან. თუ ასეა, მოგწერეთ ამის შესახებ, მოგწერეთ იმის შესახებ თუ რა გაინტერესებთ კიდე და გაუზიარეთ ჩვენი არქივი, ეს ძალიან დაგვეხმარება, რთული არ არის და ჩვენ კიდე გამოგვადგება იმაში, რომ ახალი ასეთი ადამიანები ვიპოვნოთ, ახალი შეკითხვები დაუსვათ და ჩვენ უფრო განვნათლდეთ ამ საკითხში. თქვენ უყურებდით ზუგობარს, მომავალ შეხვედრამდე გემშვიდობებით. თუ ძაღლს მშრალ საკვებს ხშირად უცვლით, აი სამი რამ რაც უნდა იცოდეთ. პირველი, იმისთვის რომ საკვების შეცვლა სტრესული არ იყოს ორგანიზმისთვის, ახალი საკვები ეტაპობრივად შეურიეთ ძველს. დაახლოებით 1 კვირის შემდეგ, თუ ზუგო გემრიელად მიექნევს საკვებს, შეგიძლიათ სრულად ახალ რაციონზე გადასვლა. მეორე, დააკვირდით, როგორ ითვისებს ახალ საკვებს ძაღლის ორგანიზმი, როგორია მონელება. ხომ არ უჭირს მარცვლის დაღეჭვა და ასე შემდეგ. მესამე, ყურადღება მიაქციეთ დღიურ ნორმას. საკვები კალორიაში დატანილია ტომრის შეფუთვაზე. თუ ტომრით ტიტულობთ, აუცილებლად გადაამოწმეთ შეფუთვაზე მითითებული დოზირება ძაღლის წონის მიხედვით.